მოგესალმებათ მეგობრებო. ამის სტარტაპზე გავგუნდით რა თქმა უნდა YouTube-ზე და დავგუნდით აქ ვართ. ღამის სტარტაპის საინფორმაციო ჯგუფი რაღაცით მოგესალმებათ ვიღაცა. მიესალმე თუ გინდა მისალმება თუ არა და მოცლილი ვარ. ღამის სტარტაპის საინფორმაციო ჯგუფი. შენთვის ფცალია? მაცდი? ღამის სტარტაპის საინფორმაციო ჯგუფის სპეციალური გამოშვებით გიბრუნდება. საინფორმაციო ჯგუფი. ჩვენ ვართ. არ მომწონს საინფორმაციო ჯგუფი. ღამის სტარტაპის. აი მაშინ ჩვენ არ ვიყავ. საიდენტიფიკაციო ჯგუფი. ღამის სტარტაპის საიდენტიფიკაციო ღამის სტარტაპის საიდენტიფიკაციო ჯგუფი. ასე უნდა. ხო. მიდი. ღამის სტარტაპის საიდენტიფიკაციო ჯგუფი. ღამის სტარტაპის საირმის ჯგუფი. ღამის სტარტაპის საირმის ჯგუფი. კაი იყო. ღამის სტარტაპის საირმის ჯგუფის სპეციალური გამოშვებით გიბრუნდება თქვენ დღეს გადაცემაში ნახავთ. რატომ გადაუარა ციკლონმა ვაშინგტონს ასე სწრაფად? რატომ არ იყო საქმის კურსში არავინ? რა გავლენას მოახდენს ეს მექსიკის ხვალინდელ დღეზე? ამ და სხვა თემებით 9 საათზე დაგიბრუნდებით. არ ნახავთ მაგას გადაცემაში. დღეს გადაცემაში გვექნება ნიუსები. ჩვენი არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი. ხოლო გადაცემის სპონსორები არიან ნიკორა და ქართული კრაფტული სამმაგი. Our general sponsor is Leader Sport, Nikora Meat Products and Georgian Craft Beer სამმაგი. ჩატე ხამაგი. თვალით გავაღებ ახლა გუმორძგუა მარგალინას, გუმორძგუა არზას. Чкин унча спонсоре лидер спорт, чкин спонсоре прена Никора ხორცის პროდუქტებო, ქორთული ოშუმალი ლუდი, სამაგი, სუმაგი. არა პრობლემა. გაგიმარჯოს მაგ წარდგენაში. ცოტა დავანასტროიკე ჩვენი გადაცემა. თუ მათქმევინებ, აბა? თუ მიდი აბა მე ზვაინტერესებს. დავამატეთ ესეთი რაღაცა ჩვენს გადაცემაში მეგობრებო. მაყუთის ბანკა. ვასან და პივას. არა. არა. მაყუთის ბანკა. იქნება განსხვავებული. არის განსხვავებული არ იქნება. ამაში უყურეთ ფული ყრია, ხო? და საწავა ეს ფული, რა დანიშნულება აქვს ამ ფულს? ვის მოხმარდება ეს ფული? ვენაში. ევროპაში ვაგზავნეთ, ვენაში ვაგზავნეთ. აი, ბიჭები. გავხსენით ღამის სტარტაპის ოფშიაკი. ამ გადაცემის აღწერაში მიუთითებ დონაციის ლინკს, გაკეთდება დონაცია, რათა ხას დადონატდება ამ ლინკზე, ჩვენ ამას გავაქეშებთ და ჩავყრით ყველაფერს ამაში და ყოველ გადაცემაზე ესე გვეძგმევა თქვენი თვალსაჩინოებისთვის, რომ ნახოთ ეს ფული რამდენია იკლებს, იმატებს და 100,000 გამომწერზე მეგობრებო, წესით სავსე იქნება ეს ფულით, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენიც იქნება, ჩვენს ერთ-ერთ გამომწერს, აჰა, ფულით სავსე ბანკას მივცემთ. დაიჭი. მოკეტილი ისე დაგია. არა, პრობლემა, ეს იცოდეთ, ეს არის ამაგინე კონსერვზე დაგიან მოკეტილი. რო მოკეტილი. არის გადაგორი ადამიანებისა, რომელიც ასე მოიხსენიება. ვინ როგორია, ყველას მისი გზა აქვს რა. მოკეტილი. გაუში მის გზაზე, მოკეტოს იმან, ბანკები. ჩვენს ჩვენ მოკეტეთ კარი ასე. მოკეტოთ. ხო. მოდი რა ვქნათ, იცი? ამ ვიდეოზე დაწერეთ კომენტარი. რამდენი ფული დაგროვდება ამაში 100,000 გამომწერზე დაახლოებით რა და ვინც ყველაზე ახლოს იქნება იმას ვაჩუქოთ ამაში რა ფულიც იქნება. ყველაფერში თანახმოვან მოყვები. ჩემ რაღაცაზე ვფიქრობდი და ბევრი არაფერი გამიგია, მაგრამ იმედია ჩემზე რამე ცუდი არ თქვი. არ გვინდა ბევრი ყრედობა, მგონი დროა გადავიდეთ ნიუსებზე და გახსენია აბა ჩვენ ბორდგამცილებელმა ლეპტოპში დაგიმზადა. გახსნა მე ლეპტოპის მარტო ვიცი აი ეს. всё მეტი არის. ამის იგით ჩემი ერუდიცია არ წდება. აი იამალი ესტევაოს განავალია ჩელსის ფანებმა ლამინს უკადრებელი აკადრეს. ლამინს? ლამინს აკადრეს თორმე. ლამინს. თუ იცი ლამის უკადრებელი აკადრეს. ბარსელონაში მინდა ის გვევით რა იატაკი. ლამინატი ამალმა? შენ რო იფიქრებ ხო? დამთავრებულია. შემდეგი ნიუსი წაგიკითხო? კი. აგვისტოს შემდეგ პირველად ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა. ნოემბერია ხა, აგერი ყო აგვისტო რა იემენ. არა, მე რამდენია გოლი არ გაბიტანია იცის მაგრამ კაცმა 2 თვე გოლი ვერ გაიტანა და ეს გაღადეს სალაპარაკო. ხო. ნიუსი ასეთი ნიუსი შემოვიდა ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავაო. რა არის ეს კურასაო? კურასაო კუნძულია ასეთ პატარა რა. იაპონიაში ხო? აბა, თალკე კურასაო ქვია? რა იაპონია ვინ ახლა ხედავ კუპრივი ჩემები არიან.
ანუ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა? გავიდა ხო, იმიტომ უკვე გავიდა? ხო, ისა ხატაო. ახალი წესები ხოა, კონტინენტიდან გადის რამოდენიმე გუნდი, ყველა კონტინენტიდან. ჩვენ ვერ გავედი და ყველასაო გავიდა ძმა. შეიძლება ჩვენთან სტადიონზე რო ეტევა იმდენი ხალხი იმად ერთად და ყველას არ ყავს დანახ. და გავიდნენ მსოფლიო ხო, ჩემპიონატზე. იმიტომ რომ ასეთი რაღაცა მიიღეს, რომ აფრიკიდან გავა ამდენი გუნდი დაუშვათ. აუცილებელია. ხო, გავიდეს აფრიკიდან საქართველოსთან ამდენი გავაო? საქართველოს ვერ გავა. ევროპაში გაგვიყვანეს? ხო, ალბათ. რა დროს ევროპაა საქართველო? აი, ევროპა. ძალიან თემატურ საკითხს მივიდი. მიუერთე რუსეთს და ყველგან გზახსნილი გაქვს. რა გვაქვს ჩვენ ევროპის? ვალი. ვალი? კიდევ. ჩვენ ამით ეს ევროპელებს ხვდის, კი ბატონო. მდებარეობა ხვდის ევროპელებს? ვართ პირდაპირ ევროპაში პახობ. მაგრამ არაბის რუსეთი არ უნდა დამშვიდით. მე ის ვიგულისხმე რომ ევროპელობა მარტო მდებარეობაში ხო არ განისაზღვრება. არა, მით უმეტეს არ ისრაელი რა ის ევროპაა. შეგნება, consciousness, კულტურა. პირველ რიგში თვით შეგნება. აქედან ნებისმიერიდან აღებული ერთობლიობა ასე უყურე ევროპაში იყავი თვით შეგნება. თვით შეგნება თუ არ გაქვს და ადამიანი თუ არ ხარ. ადამიანში შეგნება, კულტურა. კიდე მდებარეობაც, რა თქმა უნდა. აუღურა მაგარი რაღაცა გიყავ. თვით შეგნება თუ არა გაქვს. უკვე ეს პონტი თუ ხარ, უკვე ევროპელი ხარ. თვით შეგნება თუ არა გაქვს. consciousness. ადამიანი არ ხარ. და ცხოველი გინდა ევროპაში მოგალი, გინდა ამერიკაში. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა. და საერთოდ რა არის ამაში საღლიცინო? ხო. გაგზელდა მეგობრებო, ჩვენი გადაცემა, ჩვენი სპონსორია ლუდის სამაგი, ჩვენი გენერალური სპონსორი არის ლიდერ სპორტი და ასევე ჩვენი სპონსორი არის ხორცს პროდუქტები ნიკორა. ძალიან მადლობა ჩვენ სპონსორებს. ძალიან მადლობა. და მეგობრებო, დალაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი ძალიან გხოთ. ახლა კი გავაგრძელებთ. რაც შეეხება წინა ვიდეოს. და მეგობრებო, რაც შეეხება წინა ვიდეოში გაშღერებულ გათამაშებას, ჩვენ უკვე ყავს გამარჯვებული, რომელსაც შემდეგ ვიდეოში გამოგიცხადებთ. შემდეგ ვიდეოში დავასაჩუქრებთ. დავასაჩუქრებთ. რამდენი ხანი ესე კარგი ანეკდოტი არ გამიგია? აღარ იქნება კარგი ანეკდოტი. აღარ იქნება, განვითარდა იუმორი, სხვა რაღაცაზე იცინს ხალხი, უფრო არა და ანეკდოტი როგორი ამბავი იყო, ვინმე რომ მოყვებოდა ანეკდოტს, ჩერდებოდა იქ ყველა. ჩერდებოდა კი აი ისმენდი, აგ შეგროვება გინდოდა კარგების გადაფასოება, მე რეკ მოყოლა ვიღაცა. ამიტომ ანეკდოტს რო ისმენ რაღაცა, აბა ესე უსმენთ ის არის ის არის და მაინც ეს ისწავლით უსმენ. ვანდერ ვარტი ამბობს, რონალდო ერთადერთია რომ ვარდენ ჩვენ ვართო რა ვარდენ რონალდო ერთადერთია რომლის სასქესო ორგანო რეალში არ მინახავსო. ვინ ვარდენ ვარტი ამბობს? რატომ არ უნახავს ვარდენ ვარტს რონალდოს პენისი? ხერს დასდე და ასე ეთქობა. თუმე აბანოში მოდიოდა და რჩებოდა იგანი კუთხეში იჯდა ასე და ჩართავ და ასე პატარა კამერა და ოსმოთი უღებდა ვანდერ ვარტი მეგობრებო ოსმოთი ნაღება ნუდებს. OnlyFans და უთხარით რომ ნუდებს საიტში. კრისტიანო რონალდოს პენისი დავტოვოთ ინკოგნიტოდ და გადავიდეთ შემდეგ ნიუსზე. ანდრეს ინიესტა. ანდრეს ინიესტა. მოდრიჩის დედიმს. ვინ? ანდრეს ინიესტა? რაოდი ზი? იგანი რეალში რო თამაშობდა. რა ზი? ეს ლენჩი ეს სულელია. 41 წლის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს ბრალად ედება მონაწილეობა თაღლითურ სქემაში. 41 რომელმაც მსოფლიო. პერუელ ბიზნესმენებს $600,000-ზე მეტი ზარალი მიაყენაო. $600,000 რა 600,000 დოლარი რა სქემა თაღლითურის გემები შენ საქართველოში და მოდი და ვიზაში რა გაუჭირდა ანდრეს ინიესტას ამ მე 600 მილიონის პასი 600,000-ზე რო 1000 საერთოდ იქ რო ჩაერთო რა ყველი ჭორია 600,000 მისი წილია მაღაზიაში ქურცვე ჩხუბე იდაყვი დავარტყა თვალში მაგრამ მაინც ავაქციე იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრაო ანტეტოკუმპო ხო ეს ხო ბერძენია აშკარად. აბა რატოა ზანგი? თავისი სამის ბასარი. შეიძლება იაპონელები იყვნენ ზანგები. მე არ მithქვამს ბერძენი თუ ზანგია. მე არ მithქვამს რომ გეტყვი რატომაც შეიძლება იყვნენ ეს ზანგი და ბერძენი. მონები. მონათ ვაჭრობა ხო იყო? და იმის თამამავალია ეხა ეს. აბა საწავი და ის ზანგები აბა საფრანგეთს შეყიდე რაჭირს. გადაშევებულია საფრანგეთი. გადაშევებულია საფრანგეთი ბელგია. სამი ლელო არ გვიყო საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდაო. 2025 წლის ნიუსი ამოვარდა. დანარჩენები არ იყო 25-ის. სამი ლელო არ გვიყო რა ანგარიში მორჩა. სამი ლელო დავდებით და არ გვიყო თუ სამი ლელო დაგვაკლდა. და წინა ნიუსიც 2025 წლისა. კანადასთანო? ვისთან წავაგეთ? ყველა ახალია?
ხაური 1025 წელია ჩემი. 26 გიგონა? და 25-ზე მომბარდაო იმიტომ თქვი? ჩემი ნიუსებს რატო ვკითხულ 21-ში? და გვაბის ახალი წლის მილოცვა რა? ხალხზე. გამომწად გამოვიდი. მილოცავთ, მოიტანე კაცო. და უკუთლა, ამიწყოს უკუთლა. აბა, 10 9 ერთად, სულელო, ერთად. ხო. გავითვალოთ მოვიდა ახალი წელი, 1000 ახალი წლის. 1 არა. 3-დან უკუღმა, და გავიდა ის წამენი. 3 2 1. ხო. 3 2 1 გილოცავთ. მეორე მხარეს ნუ ახლა მეცდი. მოვიდა ძველი და ახალი წელი. მეცდი. მე მაგრამ ვიცი ეს. არა. კომ. ამოატრიალე. და გვივით გავყარო? არ გამოიყრება ქვევი. სრას მკარნაღო. იქნებ შევიდა კომპოზიტორელი. ამოატრიალე. არა ძმა, ქვევითა. აბა არ შვება ისე და ის აქვს, უნდა მაგნებიოთ. ახალი წელია მისალოცი. მეგობრებო კინოც. და სლაბინა უნდა უპოვავ და უპოვე სლაბინა და უჭირე. აბა დედა. მეგობრებო დახატეს ღმერთმა ეს წელი ღმერთმა ბარაკის წელი ყოფილიყოს ბედნიერების ის ბანკა გაგევსოთ ამა ექნება დონაციის ლინკი იმაში აღწერაში და ამას ისე მოიგებთ თქვენ მოიგებთ მაგრამ არავინ არ გაგატანთ მოიგებთ მაგრამ ჯება ჩვენ იმიტომ რომ სხვაგან თავიდან გავათამაშოთ მე სხვა გადაცემას ვიწყებდი ცოტა ბიზნესი მიგვაქვს ახალი წელიც უკვე მობილიეთ რაც კი წინასწარ ეს ეხა არ გასკრეს ბიჭო გადი მე ასე იგი დაუმიზნოთ თვალი არ გაგიფუჭოს დაუმიზნოთ მაშინ გაჭე რუსები მსხაც დაუმიზნოთ და ვაბრუნებ არ გაიზროლა მეთქი ვეტყვი შემომტერეთ მეთქი რაღაცა ის მეთქი ვეტყვი რა ოპა ეს რა მაგარი ნიუსია ნიუსია მოურჩევია ლერი ხვითო ამი პირველი ქალი ჩოგბურთელი რომელმაც მკერდი გაიდი და ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნაო რა შეაწყობდა ძმა მოქმედი ჩოგბურთელია ეს ეს და ეს ეხა ერთი და იგივეა ძმა ქალზე ამბობ თუ ძუძუმ ამდენი შეცვალა ძმა ცოტა მე ზაგარი დეიდო რა ერთი და იგივეა კი ხო მაგრამ აი ძუძუ გაუკეთებია ანუ კარგად გაუკეთებია კარგადაა გაკეთებული არაფერი ისეთი არ დემონებითაა გაკეთებული თვალებში ჩახედე აბა როგორა იცი ვაფშე რა ის სურათი გამოჩნდება იქან ეკრანზე და რა მიზეზი ახსნა ერთი ნახე აქ სხვა ფოტოებიცაა აქ ნუკი კოშკელიშვილს გავს ის კი არა ნუკი მხარდე იტყვით ნუ თამაში ჩოგბურთი და ფრანგად ხوار შეიწერა ითომ აი ეს მაგიდაზე რომ დავყარეთ ცოტა ზოგადად მოაგროვებ აყრი ახალი წელია სულ ისე ნახე რა ხოძეა როგორი მსხვილი ტანი და ისა ხო ამას დიდი ძუძუ უნდა ითხოვდა ამისტარი აი ისე მეთქი ეს ასე რომ შევაგროვე უნდა რომ გაიდი და ძუძუ გაეკეთებია ბენჩ პრესი როგორც ხშირად ხდება ხოლმე სპორტის სამსახიობაში ქალბატონები პირიქით მკერდს იპატარავებენ და ამის კარგი მაგალითი ცნობილი რუმინელი ჩოგბურთელი სელენა უილიამსი არა დოდინმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი გაამხილა ამ გოგოს დოდინი ქვია გვარი იქნება მიზეზი აბა და ფაბუამის ერგა ოღონდ აბა რა თუნდა ამას მიზეზი ჯერ შეხედავ რა კარგი ძუძუა ხო რა თუნდა მიზეზი გაქვს საშუალება გაიგეთე ხო რა შემდეგი ნიუსი ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა ასანიძემ ბრინჯაო გილოცავთ მეგობრებო გადელიამ ოქროს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ასანიძემ ბრინჯაო გაიხაროს შენმა გვარმა ეს რა გადელია ეს ულელი გილოცავ ეს გადელიების წარმატება ყველას გადელიას ვიცნობ ყველას ვულოცავ გადელიებს ბეისბოლის მოთამაშემ 765 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. სპორტის ისტორიაში? აბა? ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია სპორტში, ესე იგი? აბა, 9 მილიარდზე
1/4-ით მეტი კიდე. 765 მილიონი ადამიანს აი რა საქმის სანაცვლოდ უნდა გადაუხადო, რას უნდა აკეთებდეს. რა როის ის მაგრამ ბეისბოლი აი რა უნდა ქნა, როგორ ვიცი ჩემი აზრით დაუჯერებელია რომ ვიღაცა ბეისბოლს ისე თამაშობს რომ 700 მილიონი დოლარის ბეისბოლს 765 მილიონის დარტყმას აკეთებს ბეისბოლ ვერ ითამაშებს მისი ვერ ითამაშებს. ამიტომა სამყაროს რომ დედა აქვს. წარმოიდგინე ვიღაც ზანგი, წარმოუდგენელია რა? ვიღაც ზანგი კარგად რო თამაშობს ბეისბოლს 765 მილიონს უხდიან ზვა. შეიძლება ამაზე მაგარი მოთამაშეებიც არსებობენ. რამდენი ამაზე მაგარი შეიძლება სხვა სპორტში ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც თუ გინდა ამ სპორტში საჭმლის ფული არ აქვს. თუ გინდა ამ ან სპორტში იმის ფული რომ რა ელემენტარული. ხო, პროსტა ხა ბაზარი არა. აი ამიტომა სამყაროს დედა რო აქვს. ხო, ბაზარი არა ეხლა ესეთი რაღაცები არის დასაბალანს მე რომ თავრობაში მოვიდე ისეთ რაღაცებს და რა თუნდა სპორტსმენს 9 მილიარდი ხელფასი. წელიწადში აქვს ამდენი? მილიარდი ვთქვათ ამის დედავატირე, მილიარდს უფრო ნაკლები აკლია ვიდრე 9 მილიარდია გადაცილებაში. კი. რა თუნდა სპორტსმენს მილიარდი ხელფასი თუ დებილია რა. საწაიღებს ამ ფულს. ვაი აი, დაუშვათ რომ დებილია და სწორი დანიშნულება ვერ მიცა ამ ფულს, ხო? რამხელა ცოდვა 9 მილიარდი აქვს ტიპს ხელფასი, მილიარდი აქვს ტიპს ხელფასი და სისულელეებში ხარჯავს სიტყვაზე. მიეც ვინც შეიძლება ეს კაცი ყოფილი ქველმოქმედია გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ მეგობრებო, როგორღაც უნდა ვეცადოთ და უნდა დავასტაბილუროთ ეს სამყარო, კიდე ჩვენ, უნდა დავითრიოთ ესეთი ტიპები და გამოვძალოთ 1.9 მილიარდი მაინც და გადავანაწილოთ რაღაცა ვქნა. მე რეგაცო გავიტეხავთ იქან. არ დავინახო მეორჯერ ასეთ ნიუსი. და მეგობრებო, ყველა სპორტსმენს ზემოთხსენებული წარმატებების რაც ჩამოთვალეთ, გამოეცხადება მადლობის სიგელი. გამოეცხადება მადლობის სიგელი ღამის სარდაფისგან და ასევე მილოცვა ალექსანდრე თოფურიასაც ულოცავთ ბრძოლაში გამარჯვებას და მერაბდვალიშვილიც გაიმარჯვებს აუცილებლად გამარჯვებას დღეს ჩვენ კი მეგობრებო დღევანდელი ნიუსები სულ ეს იყო ამით დაგემშვიდობებით უყურე რა მაგრა დავკერე ამით დაგემშვიდობებით მოგწერეთ თუ მოგეწონათ ჩვენი ნიუსების გადაცემა გამოგიგზავნეთ ფული რომელსაც ამობეჭდათ და ჩავაგდებთ აქ შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია აღწერაში მითითებულ ლინკზე ეს ფული გაქეშდება და ამაში მოთავსდება და ყოველთვის ჩვენთან იქნება და გადმოგეცემათ მერე თქვენ 100.000 გამომწერზე ნებისმიერს რამდენიც არ უნდა იყოს ახლა ჩვენი სახსრებით დებს აქ რაღაცა ეს რაც დებს ეს ჩვენ დავადონატეთ ეს ჩვენი სახსრებით დებს და საწყისი კაპიტალი კიდე რაღაცას საწყისი დადონატება მეგობრებო რაღაცას ჩავდებდი მაგრამ არაფერი არ მაქვს ამ ეტაპზე ჩვენი გენერალური სპონსორი არის ლიდერ სპორტი ძალიან დიდი მადლობა მას იმიტომ რომ თითქმის გვერდის არსებობის განმავლობის მანძილზე ლიდერ სპორტი არის ერთადერთი სპონსორი რომელმაც ჩვენთან დაიწყო სპონსორობა არ შეუწყვეტია გვერდში გვიდგას გვეხმარება კონტენტს გვაკეთებინებს ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა მას ასევე დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს ლუც სამაქს ქართულ კრაფტ სამაქს და ხორცს პროდუქტებს ნიკორას უღრმესი მადლობა ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ გადაცემაში ნახვამდის